ერთი წამით ჩავთვალოთ, რომ ბანდიტი ინდავასახელოთ. შალვა პაპუაშვილი მართალია, რატომ შალვა პაპუაშვილი, რატომ ამოვიჩები ახლა მაინც და მაინც. მე არ ვიცი მის შვილს თუ შვილებს რა ჰქვიათ, მაგრამ საკუთარი შვილების სახელიც კი არ წარმოუთქვამს ისე ხშირად და იმდენჯერ შალვა ბანდიტ პაპუაშვილს, რამდენჯერაც წარმოუთქვამს ანტიევროპული განცხადება გაუკეთებია. ჩავთვალოთ, რომ ბანდიტი შალვა პაპუაშვილი მართალია. და არანაირ დავალებას არ იღებს ხალხო FSB-დან, მოსკოვიდან, კრემლიდან, ხო, რუსეთის სპეცსამსახურებიდან. თვით ინიციატივაა ეს ყველაფერი. თვითონ ასე ხედავს ევროკავშირს, როცა აკრიტიკებს და ჩავთვალოთ, რომ მართალია ევროკავშირი მართლაც ვაღიაროთ გვარიანად, ერთგვარად და გვარიანად დაასუსტებული სივრცეა მოცემულ ეტაპზე იმ ქაოსის ან იმ პროცესების გათვალისწინებით, რომლებიც მიმდინარეობს ახლა მსოფლიოში. ჩავთვალოთ, რომ პაპუაშვილი მართალია და კრიტიკა ევროკავშირისა სწორია. ამასთან პაპუაშვილს რა უნდა ესეც უნდა ვთქვათ, რა საკვირველია, რომ ქართულ საზოგადოებას უთხრას შემდეგი დააჯეროს შემდეგ რამეში ქართული საზოგადოება, რომ როდესაც ჩვენო ქართული ოცნება ევროკავშირს ვაკრიტიკებთ, ჩვენ მართლები ვართ. ევროკავშირი ესეთი სუსტი რომ იყო, ჩვენ ეს იმ თავითვე თავიდანვე ვიცოდით და რაღა გვინდა ამ ევროკავშირში, თუ ის არ ჰგავს ევროპას, მაგრამ უღალატა ევროპის იდეას, არის რაღაც LGBTQ თემზე ორიენტირებული და მხოლოდ ასეთი უღირებულებო, ასეთი არასწორი, ასეთი გადაწყვეტილების უნარი რომ არა აქვს ისეთი და ასე შემდეგ და ჩავთვალოთ, რომ პაპუაშვილი მართალია. მეცაც გეტყვით. ჩავთვალოთ, რომ პაპუაშვილი იქნება თუ სხვა, მართალები არიან ნატოს კრიტიკის თვალსაზრისითაც. ნატოსთან დაკავშირებით მათ უთქვამთ ადრეულ წლებშიც, რომ ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანებაო, მაგრამ ნატო არ გვიღებსო და ორ პირქარში ვდგავართო და ვცივდებითო. მათ რეალურად აღარ გაითვალისწინეს კი არა, არ თქვეს ის, რომ 2008 წელს ბუქარესტში და 2008 წლიდან ყველა ნატოს სამიტზე პრაქტიკულად ბოლო სამიტების გარდა ნატო ამბობდა ჩვენთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი. განა არა, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება და როგორც კი ჩვენ სტანდარტებს მოვაყოფინებთ. მართლაც სტანდარტებს თავი დავანებოთ, ნატო ელოდა შესაძლებლობების გაჩენას და ეს შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს უკრაინის კონტექსტში, გეტყვით, ასე როგორც საქართველოს ამ ჭიდიდან ამოვარდნილია. მაგრამ ერთ წამს ჩავთვალოთ, რომ პაპუაშვილი იქნება თუ კობახიძე ბანდიტი, ისინი მართლები არიან, განა არა, მართლები არიან, ჩვენ გავცივდით ამასობაში, იმიტომ რომ რუსეთისთვის ეს წითელი ხაზია, რაღაც ეს წითელი აფრიალებული ნაჭერია, ხარი კი რა დათვი რუსეთის თვალწინ, რუსეთი აგრესიული გახდება ამის გამო და ვერ ბედავენ ჯერჯერობით იმის თქმას, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ნატოზე, მაგრამ უთუოდ გაბედავენ და ამისთვის გარკვეული პროცედურების გავლა სჭირდებათ, რუსეთთან შეთანხმება ცხადია ტაქტიკაზე და არასტრატეგიაზე, მაგალითად ახალი საპარლამენტო არჩევნები, რეფერენდუმის ჩატარება, შეიძლება რეფერენდუმის გარეშეც და ასე შემდეგ 115 დეპუტატი, რომლებიც გამოაცხადებენ საქართველოს ცალმხრივ ნეიტრალიტეტს აღიარებულს მხოლოდ რუსეთის მიერ, თუმცა რუსეთის ბაზების დაკანონება ამასობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე სხვა კითხვა მაქვს და ამ კითხვას დავსვამ ღიად. განა ვისთან აქვთ ამათ ჩამოყალიბებული სწორი ურთიერთობები, ასე უნდა ვიკითხო. და საერთოდ ურთიერთობები ვისთან აქვთ ჩამოყალიბებული? ანკარასთან, თურქეთთან აქვთ. არ მითხრას ვინმემ, რომ თავდაცვის მინისტრი იყო რამდენიმე ხნის წინ ანკარაშიო. ეს ურთიერთობები არ არის. ეგრე ყაველაშვილიც იყო რამდენიმე ხნის წინ, მაგრამ ყაველაშვილმა ჯერ ერთი მესიჯი ვერ ჩამოიტანა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ბიზინა ივანიშვილისთვის ერდოღანისა. მაგრამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი გაცილებით ჭკვიანი კაცია ირაკლი ჩიქოვანი, ვიდრე მიხეილ ყაველაშვილი. ეს ირაკლი ჩიქოვანი სხვაშორის ყველა ირაკლიზე, რომლებიც შეერჩა საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ირაკლიზე ჭკვიანი კაცია. გულახდილად გეტყვით, არ ვაქებ ცხადია მას და არ ვაქებ მით უფრო იმის გამო, რომ რაღაც მას ვიცნობ, ხო, საკმაოდ ახლოს. და ვიცნობდი, ალბათ უფრო ზუსტი სიტყვა იქნება და სულ სხვა ღირებულებების იყო ოდესღაც, მაგრამ კარგით გავარებოთ ამას თავი. მოკლედ ირაკლი ჩიქოვანი გონიერი კაცია, ამათთან შედარებით, რა ვიცი, მართლა ბისმარკია მეთქი ასე უნდა ვთქვა, მაგრამ ირაკლი ჩიქოვანის ვიზიტები ანკარაში არ არის იმის მადასტურებელი, რომ ჩვენ თურქეთთან რა ურთიერთობა გვაქვს სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მაგალითად საფრთხეების
შეფასების დოკუმენტი, ჩვენ არ გვაქვს მინისტრის ხედვა, ჩვენ არ გვაქვს არც ერთი განახლებული სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ზუსტად ადეკვატურად შეაფასებდა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. და ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები არის მხოლოდ და მხოლოდ საფრთხეები რუსეთიდან, რომ ვიცოდეთ მაინც. გავარებოთ ანკარას თავი. სომხეთთან, რომელშიც სადაც დგას უკაცრავად, სადაც დგას რუსული სამხედრო ბაზა, ჩვენთანაც დგას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ დგას გიუმრიში. დასუსტებული სხვათა შორის, მაგრამ მაინც. სრამ ურთიერთობა გვაქვს სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით. სომხეთი ერთგვარად ჩამობღაუჭებულია ჩვენზე, მას სურს ევროინტეგრაცია და მისი ლიდერი ძალიან სოსტატურად თამაშობს. რუსეთს აქვს იმედი, რომ სომხეთის ლიდერი პაშინიანი აღარ იქნება გარკვეული მიმდინარე წელს, გარკვეული რამდენიმე თვის შემდეგ და რაღაცას გადატრიალებას ან რაღაცა კონტრრევოლუციას მოაწყობს. მე სიმართლე გითხრათ, მგონია რომ გაუჭირდება რუსეთს, მაგრამ მაინც. სომხეთი ცდილობს თავდაღწევას. სომხეთმა ურთიერთობა ან უკვე დაალაგა, ან დაალაგების ბოლო სტადიაზეა აზერბაიჯანთან, რომელიც მისი ისტორიული მტერი იყო. აზერბაიჯანი და სომხეთი შედიოდნენ, იმიტომ რომ სწორედ ხედავენ ამ გეოპოლიტიკურ ტურბულენციაში საკუთარ როლსა და ადგილს და საერთოდ სწორედ აფასებით, მეტნაკლებად სწორედ აფასებით. რამ ურთიერთობა გვაქვს ერთიანი უსაფრთხოების სისტემაზე? ის რაც პრობლემაა საქართველოსთვის, ავტომატურად პრობლემაა სომხეთისთვის და ის რაც პრობლემაა ერევანისთვის, ავტომატურად პრობლემაა თბილისისათვის. მე მაქვს ინფორმაცია, რას თავაზობს ხოლმე, თავაზობდა, ასე ვიტყვით უგნებავთ, ერევანი თბილისს და როგორი არაადეკვატური იყო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ ერევანს გამოაძევებინოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, განადგურებულები ქართულ სივრცეში, რომლებიც ცდილობენ გადარჩენას და სომხეთიდან ოპერირებას. და ერევანი რასაკვირველია, პაშინიანის მთავრობა სრულიად ადეკვატურად პასუხობს. შენ არ გეკითხება მე ჩემს სივრცეში, ჩემს სუვერენულ სივრცეში ვის მივცემ ოპერირების შესაძლებლობასო. და ბრაზდება და ჯავრდება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი და ამბობს, რომ ერევანს ამის კულუარებში ამბობს, რომ ერევანს ამის უფლება არ აქვს და ერევანი არ გვეთანამშრომლებაო, ჩვენ გვჭირდება აქ არასამთავრობო ძლიერი ორგანიზაციები, რომ ვიცოდეთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა მოსპო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ. კიდევ ერთი კითხვა, ბაქოსთან რამე ურთიერთობა გვაქვს თუ არა? აზერბაიჯანი ყველაზე მძლავრი სახელმწიფოა დღეს კავკასიის რეგიონში, ეს ფაქტია, მისი თავდაცვის ბიუჯეტიც კი იზრდება წლიდან წლამდე, რატომ? იმიტომ რომ შესანიშნავად ხდება, სომხეთი კი აღარ არის მისთვის პრობლემა. სომხეთი დამარცხებული ქვეყანაა იმ შემთხვევაშიც კი თუ პაშინიანის ხელისუფლება დამარცხდება სომხეთში და მობრუნდებიან რევანშისტები ერევანში, ამ შემთხვევაშიც კი აზერბაიჯანისთვის აზერბაიჯანის გაგებით არაადეკვატური ქვეყანა სომხეთი და ობიექტურადაც არაადეკვატური თუ იქნება ეს ქვეყანა, არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა კვლავ მინდა გავიმეორო, რომ ალბათობა იმისა, რომ პაშინიანი დამარცხდება არჩევნებში, საკმაოდ დაბალია რუსეთი რომ გაიმარჯვებს კავკასიის ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში. აზერბაიჯანთან გვაქვს ურთიერთობები. აზერბაიჯანი, რომელიც არ მინდა შემეშალოს თუ არ ვწდები, საკუთარი ბიუჯეტის მეშდება მგონი, მაგრამ 7 თუ 8% ხარჯავს თავდაცვას. ნატოს სტანდარტი არის 5%, ტრამპმა მოსთხოვა ნატოს წევრ სახელმწიფოებს 5% დახარჯითო და აზერბაიჯანი 7 თუ 8% ხარჯავს. რატომ? სომხეთი ამისთვის ეგზისტენციური პრობლემა აღარ არის, სომხეთი ეგზისტენციური პრობლემა რუსეთია. მისთვის ეგზისტენციური პრობლემა და აზერბაიჯანი არის, ან იქნება, მოდი ასე ვიტყვი, შესაძლო არ გამოსარიცხი შეტაკებების შემთხვევაში, როგორც სად ამაზე ნუ არ ვალაპარაკებთ ახლა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სივრცეა და როგორ ესეც საინტერესო ამბავია. აზერბაიჯანი იქნება კიდევ ერთი ხელში გაჩხერილი ფხა რუსეთისათვის და გაგიკვირდებათ და აზერბაიჯანი იმგვარ ან არანაკლებ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის ფედერაციას ამ უკანასკნელის სიგიჟის შემთხვევაში, რა წინააღმდეგობასაც უწევს რუსეთს უკრაინაში, უკრაინა ამ დედა საიმასკნებელ არაადეკვატურ ქვეყანას. არც აზერბაიჯანთან გაქვს ურთიერთობა, არც სომხეთთან, არც თურქეთთან, ეს სამი მეზობელი სახელმწიფო დავასახელე. რუსეთთან აქვს კი, ვერ ბედავს საქართველოს ხელისუფლება. რუსეთთან სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში შესვლას მიუხედავად იმისა, რომ
ცალკეულ შემთხვევებში რუსეთისგან ესეთი სიგნალები, ასეთი სიგნალები მოდის, მაგრამ რუსეთიც ხვდება, რომ ჯერჯერობით მანამ სანამ პროტესტია და პროტესტი იქნება სულ, მანამ სანამ ბიზიდა ივანიშვილი არ არის უფრო ძლიერი, საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას მოსთხოვო არა მაქსიმუმი, არამედ ყველაფერი ხო ცოტა არასწორიც არის, ამიტომ რუსეთსაც აქვს გარკვეული ტაიმლაინები, დედლაინები და რუსეთი მოითხოვს ბიზიდა ივანიშვილისაგან ურთიერთობის სრულ დალაგებას, ნატოზე უარის თქმას, ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რუსული ბაზების დაკანონებას და ახლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მივადექი, ან კონფედერაციის გამოცხადებას, ოღონდ აფხაზებს რას უშვება ამ შემთხვევაში და სამხრეთ ოსეთელებს, ეგ არ ვიცი, ოსებს ცხინვალის რეგიონში რუსეთი. ან აღიარებას. აღიარება კი უნდა დაიწყოს ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერით, ცალმხრივი ხელმოწერით, დეკლარაციით საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან და მერე უკვე ბოდიშის მოხდით აფხაზებისა და ოსებისათვის ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ბრალია და მიხეილ სააკაშვილი კი ოფიციალური კანონიერი პრეზიდენტი იყო ჩვენი ქვეყნისა, შესაბამისად რუსეთს უნდა და გარკვეულწილად უკვე მოხერხებულიც აქვს, გაკეთებულიც აქვს სიაწულოკერის კომისიამა რაჯანდაბად შეაქმნევინა ბიზიდა ივანიშვილს, რომ ქართველებმა თქვან, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი იყო და ქართული სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა რასაკვირველი აღიქვამს. ამას ისე როგორც უნდა აღიქვას, ანუ მიხვდება, რომ საქართველოს ბოდიში მოიხადა და საქართველოს უკან დაიხია და ამის შემდეგ ძალიანად ჩამოინგრევა არაღიარების პოლიტიკა. რუსეთთანაც არ აქვს ურთიერთობები, ჩინეთთანაც არ აქვს ურთიერთობები სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით. დასავლეთი საერთოდ მოიძულე. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობები თითქოს გინდა, მაგრამ ნახევარი ნაბიჯითაც კი არ იხევ უკან. შესაბამისად არ გინდა. და რა ხდება? მე მინდა დავუსვა ეს კითხვა პრინციპში ქართული ოცნების მომხრეებს. ვინმეს თუ გონია, რომ საქართველოს ამ ვითარებაში, როგორც სახელმწიფო, თუნდაც სუსტი, გადარჩება და აბსოლუტურ ნაცრისფერ ზონა ტერიტორია და არ იქცევა, ეს ვინმე, ვისაც ეს გონია გამობიძინებული, ვინც ხართ მაყურებელთა შორის, ცდებით თქვენ. ამერიკის შეერთებული შტატები რომ ვიცოდეთ მაინც ხო, უამრავი ვერსია არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალა, სახელმწიფო ძალა, რომელიც მთელ მსოფლიოში სადაც ეს გაუვა და სადაც ეს ამას მოახერხებს, დაამყარებს ამერიკულ წესრიგს. ამერიკული წესრიგი შესაძლოა ახლა ოდნავ უგულებელ ყოფილია დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია, მაგრამ ამერიკული წესრიგი ნიშნავს ამერიკის ინტერესების გატარებას ამა თუ იმ სივრცეში, ამა თუ იმ რეგიონში, ამა თუ იმ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატები ამგვარი წესრიგის დამყარებას აპირებს არათუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა ირანში, ან დაამყარა სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ვენესუელაში და კიდევ არის რამდენიმე სახელმწიფო რიგში, ეგ რა მაგის პასუხია, არამედ შესაძლოა ჩვენ ვერ გავუგოთ ტრამპის ადმინისტრაციას კონკრეტულად, მაგრამ ევროპაშიც კი, ევროპის იმ სივრცეში, ან დე იურე ევროპაში, ესე ვიტყვი, კონკრეტულად გრენლანდიაში, რომელიც დანიის ნაწილია, მის მიერთებას აპირებს, წარმოიდგინეთ, გამოუვა თუ არა, გაბედავს თუ არა, გადადგამს თუ არა, ალბათ სწორი სიტყვა, სწორი ზმნა არის, პრეზიდენტი ტრამპი ამ ნაბიჯ სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ვერავინ თქვის ამას დღეს მსოფლიოში, მაგრამ გამორიცხული სულაც არ არის. მოკლედ, ამერიკის შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ის მიუბრუნდა კონცეფციას, დოქტრინას, მონროს კონცეფციას, ამერიკის შეერთებული შტატები სულაც არ არის მხოლოდ ჩრდილო ამერიკაში, ცენტრალურ ამერიკაში და სამხრეთ ამერიკაში კონცენტრირებული, ან ამ სივრცეში რომ ოპერირებს ის ძალა, ამ სივრცეში როა მთავარი დომინანტი ძალა, ის ეცდება მომავალშიც რომ სამყარო გახდეს არა მრავალპოლუსიანი, საიდანაც მიდიოდა სამყარო, თუ უკვე არ არის. მიდიოდა და ჩემი აზრით არის კიდეც, არამედ გახდეს დაუბრუნდეს იმ ძველ პოზიციებს, რასაც ერთპოლუსიანი და მძლავრი ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთპოლუსიანი სამყარო ხდება. ამ პირობებში მე მართლა გულახდილად მაინტერესებს, რას აპირებს ბიზიდა ივანიშვილი პერსონალურად. მე მესმის რომ ის ღელავს იმის გამო, რომ არ იცის რა მოხდა საბოლოო ჯამში ვენესუელაში
იცის ფაქტები, მაგრამ ვერ უანალიზებენ, ვერ ეუბნებიან, რატომ გააკეთა, მაგალითად მონროს დოქტრინას, ხო, კონცეფციას სულაც არ უხსენებენ მისი პაჟები. ან თუ უხსენებენ აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციით და აჯერებენ ერთ ამბავში, რომ ამერიკა არის ექსპანსიონისტი, ამერიკა არის იმპერიალისტი და ისედაც ზულს რასაკვირველია მას ამერიკა და ამერიკული სივრცე, ამერიკელი ხალხი და ამერიკის ნებისმიერი ხელისუფლება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად აძულებენ ეს FSB-ს აგენტები, ქართველები, რომლებიც მის გარშემო არიან. ბიზიდა ივანიშვილი მოკლედ მარტივად რო ვილაპარაკოთ, რას აპირებს, როდესაც ევროკავშირთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა, ამერიკა არც ალაგებს მასთან ურთიერთობას. რას აპირებს? სრული იზოლაციონიზმი არ გამოვა უბრალოდ. არ გამოვა კი არა, ბიზიდა ივანიშვილისთვის მოიცნის ევროკავშირი სუსტია, ოკეი, დავუჯეროთ. და არც უნდა დავუჯეროთ, მაგრამ ვთქვათ, რომ ევროკავშირი სუსტია და ევროკავშირში არაფერი არ გვესაქმება, სრული ბოდვაა ეს რასაკვირველია, მაგრამ ეს კარგი, არ გვესაქმება, სხვა ამასაც ვიტყვი ბარემ. არ გვესაქმება ევროკავშირში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ევროპულ რომელ სახელმწიფოსთან გააჩაღეთ და გააბით. საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ევროკავშირის მიღმა ბრიტანეთთან, თუ ასე შემდეგ, თავიდან ბოლომდე ბიზიდა ივანიშვილმა ჩამოჰკიდა ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკა რუსულ სივრცეზე ტრადიციული ბაზარია და მოდი გავიტანოთ სწორედაც რომ რუსეთში ჩვენი კარგი ღვინო ორიშენკოს მიერ დაწუნებული გარკვეული პერიოდის 20 წელია ლამის გასული, იმ პერიოდიდან ლამისკერა 20 წელია გასული და ეხლა გამოსწორებულია რასაკვირველია ჩვენი ღვინის ხარისხი და ორიშენკოს ბჭყალებში და ვუბადლოდეთ. მაგრამ აი ეს კარგი ღვინოც კი გადის რუსეთში უმეტესწილად მისი ამ ჩვენი ღვინის წარმოების დაახლოებით 60 თუ მეტი არა პროცენტი. ყველაფერი არის ქართულ რუსულ ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებზე დამოკიდებული და ეს ბიზიდა ივანიშვილმა შეგნებულად გააკეთა. ბიზიდა ივანიშვილმა ეგრეთ წოდებული ტრადიციული ბაზარიაო, რუსეთიო, სწორედ ამის გამო კიდევ უფრო დამოკიდებული გახადა საქართველო რუსეთზე, არ მიიღებს ბელგია შენს შოკოლადს რო არ მიიღებს, გასაგებია, შენს მიერ წარმოებულს, მაგრამ არ მიიღებს ბელგია შენს რომელიმე მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან პროდუქციასო და აქედან გამომდინარე, მოდი გავიტანოთ თხილი, პირობითად თხილი რუსეთშიო და რუსეთიდან ხო შემოდის ეგრეთ წოდებული იმპორტული საქონელი და ჩვენი დახლები გადავსებულია, ადგილობრივი წარმოება რომ არ აქვს მათ შორის პირველ ყოვლისა და კიდევ სავაჭრო ურთიერთობა რომ არ აქვს საფრანგეთთან ასე მაგალითად. რა მოხდება შესაბამისად? ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიქცევა, არ გეგონოს რომ აქეთკენ მიმყავს. მანამ სანამ უკრაინაში ომია, საქართველოს ხელისუფლება წოდებულ ბანდას ფული ეყოფა. იმიტომ რომ სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება ის და საკუთარ ჯიბეშიც ლექავს თანხას მნიშვნელოვან თანხებს და აგრეთვე ბიუჯეტში შედის გარკვეული თანხები, გადაარა. ამიტომ გვაქვს ეს 9.3 თუ 9.5 ეგრეთ წოდებული ეკონომიკური და რომ დამთავრდება ომი უკრაინაში, როცა იქნება მაშინ მერე გაუჭირდება საქართველოს ზოგადად, იმიტომ რომ აი ეს ბინები, რომლებიც იყინება და რუსეთის მოქალაქეები, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებზე იყინება, ხიდველიც კი აღარ იქნება. აი ამ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ეკონომიკაში, ეგრეთ წოდებულ ეკონომიკაში, მაინც ასე ვიტყვი, ჩამოიქცევა მეტწილად. ამიტომ კობახიძე იქნება თუ ბიზიდა ივანიშვილი უშუალოდ არც აწყობს, არც ერთს და არც მეორეს წესით არც უნდა აწყობდეს რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულება, იმიტომაც რომ შავი ფულის გამტარი ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა, შავი ფულის ან შავი პროდუქციის გამტარი ქვეყანაა ეს ჩვენი ქვეყანა და ბიზიდა იქნება თუ კობახიძე და ბანდა ითმობენ ამაში ხელს. მაგრამ ასევე მშენებელიც კი აღარ გეყოლება, ყველა აღსადგენი უკრაინის ასაშენებლად წავა ნებისმიერი ის, ვისაც აგურის აგურზე დადება შეუძლია. ეგრეთ წოდებული რასტვორის გაკეთება შეუძლია, ხო? ვუტრირებ ცხადია, ელექტროობა ეხერხება თუ შედუღება ეხერხება. დაიცლება რომ იცოდეთ. აი იმ მშენებლობაზე ეხლა რომ მუშაობს ხარაჩოზე რო არის ასული კაცი პრაქტიკულად ხედავ, ხო? აი იმ მშენებლობაზე აი ეს კაცი, რომელიც ახლა შობა დღეს ხარაჩოზია, ის შობა დღეს თუ არა შობა დღეს იქნება უკრაინაში ომი დამთავრდება თუ არა. რეალურად სოფლიო არ არის მაინც და მაინც ერთპოლუსიანი, მაგრამ გავლენის სფეროებად რომ არ დაიყოფა ეს ტრამპის დოქტრინა და ყველა ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის,
ის თავისუფლებას მიაღწევს. ირანელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისათვის და თავისუფლებას მიაღწევს, მიიღებს. აი ამ არაორდინალური რომ აკრიტიკებთ იმ ის ტრამპი იქნება შემწედ დამხმარე, მიეხმარება ირანელ ხალხს. ჩვენც მოგვეხმარება, ოღონდ ამ ჭიტში პულკაში ვართ სადღაც მე-18-ენი, ან 23-ენი მოცემულ ეტაპზე და შესაბამისად ჩვენი გზა კიდევ უფრო რთულია. არავისთან ურთიერთობას არც აპირებს, არც თუ გაწყვიტა, არც აპირებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და უნდა რომ აი ესე ჩააჯდეს, ჩაბაყაყდეს ამ ჩვენს ქვეყანაში და იყოს მუდმივად. ოღონდ ეს ყველაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ, უშუალოდ თქვენ შესანიშნავად უკვე ხვდებით და მომავალშიც მიხვდებით, რომ ბიზინა ივანიშვილი ამ ქვეყანას ანგრევს და ყველაზე ხმადაბალნი ვინც ყოფილ ხართ ამ ხნის განმავლობაში. ან ვისაც ხმა არ ამოგიღიათ, გავადრო და თქვენი თქვით ჩვენზე მეტი უგასრავად სიტყვისთვის იუანი ნათლისმცემლები იქნებით გარკვეული პერიოდის შემდეგ და იტყვით, ანუ პირველ თქმელები, ხო? იტყვით, რომ ბიზინა ივანიშვილი უნდა დასრულდეს. და ბიზინა ივანიშვილი დასრულდება. მაშინ, როცა პოლიციელის მიხვდება, რომ არ უნდა ემსახუროს რეჟიმს, სამხედროების 99% გასაკვირველია მიმხვდარია, უბრალოდ ისინი არც უნდა გამოვიდნენ მოცემულ ეტაპზე და გასაკვირველია სწორი პოზიცია აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებს და უკლებლივ ყველა პროფესიის ადამიანი, ბიზნესმენები, ასწავლებლები, რაღაც არის ექიმები, ასე შემდეგ, ასე სტუდენტები. გასაკვირველია მიხვდებიან, რომ ბიზინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა დაღუპა. კრიტიკული უმრავლესობა კი არა, კრიტიკული უმცირესობაა საჭირო იმისთვის, ტერმინია ასეთი, ხა პაპუაშვილი არ მომედავოს უმცირესობას კი უმცირესობა უბრალოდ რევოლუციებს ახდენს და ჩვენ რევოლუციურ პროცესებს მოვახდენთ ამ ქვეყანაში და ბანდიტ პაპუაშვილს თუ მის უფროს ბიზინა ივანიშვილს რასაკვირველია, უგასრავად სიტყვისთვის არ მიიღოთ პირდაპირ მნიშვნელობით, დავაყირაებთ, ანუ დავასრულებთ კანონიერი გზით. ნახვამდის.